ერთი ადამიანის კადრები უნდა გაჩვენოთ. ვიდეო კადრები და შეიძლება მოგასმენინოთ კიდეც. მისი ხმა. დავიწყოთ. მეც კიდე რომ მქონდეს სიდერე ნორმალური. მარტო არა ვარ ძებო. ყველა ახალგაზრდები ის რომ ნახავ, ყველა დიდი პატარა მე მოვკდე მაშინ ყველა მეხება და რას ვაკეთებ ასე ვფიქრობ. ალბათ ყოველდღე რომ დავდივარ, იმას ვერცე რომ ვარ. მოდის საოცრება ახალგაზრდობა. სამოდის, არა ვარ მარტო. ყველას უყვარვარ. სხვა კადრებსაც გაჩვენებთ განა არა. აი აქ, აი კარგიდან ვარ როდის მაგირსებთ ბინას ამ ფურცლით, ამ წარწერით. ფურცელზე არის გამოსული ეს ქალბატონი. მეორე ფოტოც მაქვს სიმართლე გითხრათ, ანუ კი არ ეშიზისა, მაგრამ არა აქ ახლა მნიშვნელობა, ანუ კი არ ეშიზის ფოტოს. კადრებიც ამაქვს. დროშით ხელში ეს ქალბატონი. დააკვირდით მის თვალებს, დააკვირდით მის შემართებას, დააკვირდით მას ამ საქართველოს ამ რიგით ქალაქეს. ეს ქალი არის 70-ს გადაცილებული, 71 წლის, ქალბატონი აზა ჩილაჩავა, რომელიც პირბადის სტარების გამო დააკავა საქართველოს პოლიციად წოდებულმა მილიციამ. ანუ დააკავა ბიზინა ივანიშვილმა. და კიდევ ერთხელ თქვა, რომ არა მხოლოდ დესაქართლოიზაციას აკეთებს, არამედ აბსოლუტურად ფეხი ქვეშ თელავს იმას, რის გამოც ჩვენ გადავრჩით მართლა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ღირსების შენარჩუნების გამო გადავრჩით. ადამიანობის გამო გადავრჩით. ჩვენ არა მხოლოდ წარსულს გვინგრევს ბიზინა ივანიშვილი, არამედ ბევრ ჩვენგანს, საზოგადოების ერთ ნაწილს ამ ყველაფერს თავაზობს, აყურებინებს და აგუებს რა ამ ყველაფერთან მომავალსაც ანგრევს. არა მხოლოდ ამ პოლიციელების, მილიციელების, არამედ თლიანად ქართული საზოგადოების თუ ეს ყველაფერი გაუვიდა, არ გაუვა. რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გაუვიდა, საქართველოს როგორც ასეთი აღარ არსებობს. საქართველოს როგორც სულისკვეთებით ქვეყანა. ვისი ხდება საქართველოს ქართველი რუსებისა, ხო იული სათქმელია ეს. რუსებისა, ესეც იული სათქმელია, უღირსებო ადამიანების ხდება ეს ქვეყანა. როგორია იცით უღირსებო საქართველოს, უღირსებო ადამიანების საქართველოს? პარალელურად აი ქალბატონი აზა და აიჭირეს და ხო უამრავი ამბავი ვრცელდება, უამრავი კადრი ვრცელდება, უამრავი ტექსტი ვრცელდება, უამრავი ემოციური ტექსტი ვრცელდება, ყველაფერს ვერ მიადევნებ თვალყურს სასაკვირველია, მაგრამ უღირსებო საქართველოს არის ასე მაგალითად ვინმე თეა გაბადაძისა. ეს ქალბატონი არ ვიცნობ მე მას და კარგია რომ არ ვიცნობ. არის ღარიბაშვილის კლანის, რაღაც ამ ელიტური ნაწილის, აი ამ ღარიბაშვილის ცოლის დაქალაჭკები ნოშიკო, არა ნოშიკო, რაღაც სასტავის, რაღაც ბრიაშკის, რაღაც ელიტის, რაღაც კორუმპირებულობაში ჩაძირული, ჩაფლული, მასზე არ ვლაპარაკობ, მის ოჯახზე ვლაპარაკობ, მის ნაირებზე ვლაპარაკობ, ჩანეხვებული საქართველოა ეს. ქალს არ ვაკადრებ და იმიტომ არ ვლაპარაკობ ასე თორე ისე ყველაფრის ღირსები არიან. აი ეს გაბადაძე ვინმე თაკოს უნღულაშვილს როსეულს ასევე არ ვიცნობ, რომელსაც რაღაცა უთქვამს როგორც ჩანს მისთვის. წერს ამგვარ რამეს. თაკო მიმართავს მას. ბიზინა არის ადამიანი, ვინც ყველა ოცნება ამისრულა პირველ პირსა და მხოლობით რიცხვში. და ვერასოდეს ვერ ამოვალ ამ ადამიანის ვალიდან, როგორც ქალბატონი აზა, რომელიც დაიჭირეს. ბიზინა არის ადამიანი, რომელმაც ქალბატონ აზას ყველა ოცნება არა მარტო არა უსრულა, პირა არ მისცა გავიგეთ, დახმარება თუ შემწეობა არ გაუზარდა გავიგეთ და ასე შემდეგ. ყველა ოცნება ჩაუკლა და მთავარი ოცნება რა იყო იცით? ქალბატონი აზასი ისევე როგორც ბევრი მოქალაქისა, რომ საქართველოს ყოფილიყო და იყოს მომავალში მაინც იყოს ღირსებით
სავსე ადამიანების ქვეყანა, ღირსეული ადამიანების ქვეყანა. და რასაკვირველია ეს ყველაფერი გადის ან ამ ყველაფრის ნაწილია საქართველოს რუსეთის გარეშე. ქალბატონი აზა ესეთ ცხოვრება კი არ გამოუვლია როგორც მე ან გაბადაძეს ან სხვებს. ქალბატონი აზა გაგრა რომ დაეცა წერს ერთ-ერთი იუზერი და ეთნიკური წმენდა დაიწყო ქართველებისა მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ ვინ არის ადრესატი ჩემი ამ მიმართვისა ის ადამიანები რომელთა მხარდამხარაც მე ვარ რუსთაველის გამზირზე ან რუსთაველის გამზირზე სულაც არა ვარ და ამ ხელისუფლება წოდებული ბანდის საწინააღმდეგო რაღაცებს წერ ვიდეოებს წერ ტექსტებს წერ და ასე შემდეგ ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანს ჩემი შეძახება რაღაც იჭირდება გახსენება ისინი ისედაც გადაგიჟებულნი არიან გადაფსიხებულნი არიან იმ გარემოებებისა და გამო რომლებიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და იმ ვითარების გამო რომელიც შექმნა ბიზნეს იორიშუა და ამ ვითარების თანახმად საქართველოს უკვე საქართველოს ნაკლებად ან აღარ იწოდება. ამიტომ ისინი აღარ არიან, მათ აღარ სჭირდებათ ჩემს მეგობრებს გარკვეულ შემთხვევებში და უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ თანამებრძოლები ვართ ერთმანეთისა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანები დღეს გაერთიანებულნი ვართ ამ ქვეყნის სიყვარულში და კარგად ვჭრეთ, რომ კარგად ვხედავთ რას უზამს, რას უშვება და უზამს ბიზნა ივანიშვილი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი მხოლოდ წარსულზე, ჩვენ წარსულს როგორც ასეც მომავლის გადმოსახედიდან დღეს და ახლა ვქმნით, იმიტომ რომ მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი ჩვენი უნდა ვშვათ მხოვობადი აქ და ახლა იქმნება ისტორია. აქ და ახლა გუშინ რასაკეთებდა რომელიმე პოლიციელი მე დარწმუნებული ვარ რომელიმე პოლიციელი თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ან პოლიციელი იდგა რასაკვირველია საქართველოს სადარაჯოზე ავტომატით ხელში იდგა ჩემზე მაგრადაც კი იდგა ასე მაგალითად 2008 წელს და ეს ხომ არსებობს რომ აი შენ რა უფლება გაქვს რომ შესძახო ვინმე მამუკას ჯიმშერს თუ ლევანს და იმ ლევანს უთხრა რომ შენ რასაკეთებ ამ ქვეყნისათვის ის ლევანი ხომ იბრძოდა საქართველოსთვის იბრძოდა მაგრამ არ არის ეს ლოგიკა სწორი დღეს და ახლა რასაკეთებ შენ მეომარო ოდესღაც მეომარო საქართველოსთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ გახდი იყავი მოდი ასე ვიტყვი პავლე და გახდი ისევ სავლე ან სავლე დიქეცი ამ შემთხვევაში შენი პავლეობა აღარავის ახსოვს არც უნდა ახსოვდეს არც საჭირო არ არის არც აღსანიშნავი აღარ არის არა მარტო პოლიციელებზე ვლაპარაკობ ამას არამედ სხვებზეც და ერთ-ერთ მათგანს ვისზეც ვლაპარაკობ მე ვახსენებ და მოგვიანებით დღეს ქალბატონი აზა გაცილებით დიდი მცველია საქართველოსი ვინ რეფორმიანები რომლებიც საქართველოს აზას და საქართველოს ებრძვიან გადავუხვიე ხო როგორ საქართველოს თავაზობს ბიზნა ივანიშვილი და რუსეთი ერთად თავაზობენ ტერიტორიას სადაც ღირსება აღარ იარსებებს მოქალაქე აღარ იარსებებს თავისუფლების მსურველი აღარ იარსებებს მომავალშიც აღარ იარსებებს არათუ აწმყოში ამოძირკвული იქნება ყველაფერი და პოლიციელი რომელიმაც გუშინ არ გაიხადა საკუთარი ფორმა ან ხვალ არ გაიხდის საკუთარ ფორმას დღეს არ გაიხდის საკუთარ ფორმას უნდა არ უნდა ამ ბიზნა ივანიშვილის სამსახურშია აგვიანებს უკვე ძალიან აგვიანებს მე არ ვამბობ შეიარაღებული დაპირისპირება აუცილებელი ბიზნა ივანიშვილთან პოლიციელმა ამოიღოს იარაღი და დაახალოს რაღაცა კობახიძეს რომელიც გადაადგილდება ერთი რესტორნიდან მეორე კაფეში ხო ერთი ფარული ბინიდან მეორე ფარულ ბინაში კანცელარიიდან სადღაც არ ვიცი კალაზის ხავერაში ამას არ ვლაპარაკობ და ჰელოვინზე გასულ ანოუკით არის აღფრთოვანებული არა რასაკვირველი არა მე ვლაპარაკობ რომ ბევრმა ადამიანმა წესით უნდა უღალატონ დიახ დააღალატონ რუსული ეს ხელისუფლება იმიტომ რომ გაისიგრძეგანონ რომ ისინი აზას საქართველოს ხალატობენ რა ქალია ვინ არის ეს აზა გაგრა რომ დაიწყო ქართველების ეთნიკური წმენდა აზა მან ცხოვრობდა ბავშვთან ერთად იმდენი მკვლელობა ხდებოდა იმდენი სადიზმი და დამარცხება ნახა სიცოცხლეზე ჰქონდა ხელი აღებული იზღა შეეძლო საკუთარ შიშზე მაინც გაემარჯვა და ეგრე გადარჩენილიყო ამიტომ დამარხა ერთი ქართველი ჯარისკაცი ზღვის პირას ხელზე ინიციალებით გს ექნა მიუხედავად მუქარისა ვინც ქართველს დამარხავდა ზედ დააკლავდნენ და დამარხა გაგლიდან რომ გამოაღწია შესახლდა წყალტუბოს ერთ დანგრეულ შენობაში შაქრის ტომრების ზიდვით არჩენდა შვილს
ქმარი გარდაცვლილი ყავს და ასე შემდეგ და ამ აზას და ასე შემდეგ. ხალბატონ აზას ქონდა და აქვს დღესაც თავისი ოცნება და ეს არის ღირსეული ადამიანების საქართველო. საქართველო უნდა იყოს წარსულის პატივცემელი და აწმყოს შექმნელი და მომავლის უზრუნველმყოფი მომავლისათვის დღევანდელმა საქართველოს მუზარმაზარი წვლილი და წილი უნდა დაიდოს რომ მომავალი იყოს კარგი, საუკეთესო ევროპული რასაკვირველია, ღირსეული რასაკვირველია. თავისუფალი და არის ჩვენი თავისუფლება თუ არ ახარ შენ ამ ჯოჯოხეთური იმპერიის და მისი აქაური წარმომადგენლების, ეგზარხოსების და მეფისნაცვალების წინააღმდეგ თუ არ მიდიხარ. შენი ისტორია ცხო ბრძოლის, არა დანებების, არა დამარცხების, არა მშვიდობის, არამედ ბრძოლის ისტორიაა. ბრძოლის თუნდაც კალმით, ილია ხო კალმით იბრძოდა ილიას ხო შეეძლო რომ აეღო იარაღი ხო ერთ კაცს შეეძლო იარაღის აღება და ესროლა მაგრამ არ ქნა ილიამ ეს და ვერც იზამდა ამას ილია თაკი ამიტომაც ჩაუდო საფუძველი იმას რაც 11 წლის შემდეგ აღეს აღსრულდა კიდეც ოღონდ აღსრულდა რომ ისე რომ ილია არ იყო ცოცხალი ვინ იცის რომ ცოცხალი რომ ყოფილიყო სხვაგვარადაც განვითარდებოდა მოვლენები 1918 წელს როცა დამოუკიდებლობას აღვიდგენდით აი ქალბატონი აზა სწორედ ილიას საქართველოს განასახიერებს ილია არის ჩვენი წინამძღოლი ახლა და არა მხოლოდ ილიას ხვებიც რასაკვირველია მაგრამ ილიას გზაზე ვდგა უნდა ვიდგეთ რასაკვირველია ვუშვებდეთ შეცდომებსაც განა არა მაგრამ უნდა ვიდგეთ ილიას გზაზე და წარსულში ვინ რა გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ისიც მნიშვნელოვანია ვინ რა შეცდომა დაუშვა ვინ არასწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დღეს და ახლა ვინც სწორია და ვინც მართალია და ვინც საქართველოს სადარაჯო საქართველოს იცავს ის დღევანდელი პოზიციაა ჩვენი გამომჩორკნის, სწორედ ესეთი ბრძოლა ჩვენ არ გქონია დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა კი არა როგორც არ გქონია არც მე-20, არც მე-19, არც მე-20 და არც 21 საუკუნეებში. აი ამ ეს ქალი დაიჭირეს ახლა. ხვალ არის სასამართლო პროცესი როგორც გავარკვიე. ბუნებრივია მე ვიქნები ამ სასამართლო პროცესში. დღეს რუსთაველზეც ვიქნები ავადობის გამო მე რამდენიმე დღე არ ვიყავი. რუსთაველის გამზირს თითქოს რაღაც დანაშაულის გზნობა მაქვს იმ ადამიანების მიმართ ვინც დადიან და სულ ივლიან. სანამ ბიზინა ივანიშვილი იქნება ივლიან სულ ბიზინა ივანიშვილმა ვერ გაიგო ამ თავის ტვინის ნაოჭებში ვერ შევიდა ვერა ნედაშლო რომ საქართველო არ დამონდება არ დაემორჩილება უღირსებო არ იქნება დესაქართლოიზაციის პროცესი ჩვენ ვერ შევეგუებით ყველაფერთან ერთად ძალიან მაგარი ადამიანები ინდივიდები ქალბატონი აზა და მისი მეგობრები მისი ახლობლები მისნაირები მისი ასაკის უფრო ახალგაზრდები და უფრო ასაკიანები ივლიან ამ აქციებზე და აი ეს რაგვარია ეს რაგვარიც არის არ ვიცი ხო აღახსოვს ახავ ეხლა გაბადაძე თაკო ბიზინა არის ადამიანი ვის ყველა ოცნება ამისროლა მისი ოცნება არის რუსული საქართველო და თაკო გაბადაძის ოცნებებს ჩვენ ვერ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას ეს კარგად ეს მის ვინ არის ადრესატი არ არიან ადამიანები რომლებიც ისედაც დადიან მიტინგებზე აქციებზე ან ვინც ჩემს მსგავსად ან სხვათა მსგავსად ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ან ვინც დუმარეა მაგრამ შესანიშნავად ხდება რომ მოწნებამ დაღუპა ეს ქვეყანა ადრესატები არ არიან აბა ვინ არიანო მკითხავთ ვინ ვის პოლიციელები ხო შესაძლო პოლიციელები ან ხესაც რომ ჩატარდეს არჩევნები ქართულ ოცნებას რომ დაუჭერენ მხარს ისინი შესაძლოა ისინი არიან განა არა მაგრამ ხანდახანზე ხშირად გონია რომ გლისთავზე სახარების კითხვას გავს ეს ყველაფერი შეაყარე კედელს ცერცვი არ გამოდის ამდენი ხნის განმავლობაში თუ ვერ გაიგეს ვერ დაინახეს ის რაც ჩადის ბიზინა ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ახლა ჩემმა ერთმა შეძახილმა როგორ უნდა გადაასხვაფეროს როგორ უნდა მოარჯულოს როგორ უნდა გადმოიყვანოს როგორ უნდა გამოაფხიზლოს ეს ადამიანები მე არ მესმის გზე მეტი არ მესმის ხო არ მესმის მეხუთე ხარისხში პოლიციელების გამკვირვებია მე რომლებმაც კვლავ ვიმეორებ 1-მა, 5-მა, 17-მა, 57-მა შეიძლება მართლა იობა 2008-ში, მაგრამ დღეს და ახლა ჩემო მამუკა, ჩემო დავით, ლევან, გიორგი, ავას, პეტრე, ივანე და ასე შემდეგ, ვინც ხართ იმ პოლიციაში, დღეს და ახლა რასაკეთებთ ეს არის მნიშვნელოვანი, დღეს თუ თქვენ პირბადეებისთვის იჭერთ ადამიანებს, ქალბატონ აზას და არა მხოლოდ თქვენ შესაბამისად ხართ ბიზინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებების
კანონში მოქცეული უკანონო ბრძანებების აღმასრულებლები, შემსრულებლები და აქედან გამომდინარე რუსეთის სამსახურში მყოფები წარიშალა, როგორც ასეთი თქვენი წარსული დამსახურებები სამშობლოს წინაშე. მე მიკვირს პოლიციელების ან რიგითი მომხრეების. ახლა ერთი სტატუსი უნდა ჩაგიკითხოთ, ტექსტი უნდა ჩაგიკითხოთ. ტექსტის ავტორი არის კაცი, რომლის ბაბუა დიდი მწერალია. ჩვენ მასშტაბებში დიდი მწერალია. ჩვენ მასშტაბებში ორი მნიშვნელოვანი მინიმუმ. ნაწარმოების ავტორია, მე კი ერთი მოთხრობა მიყვარს ჯამუ, მაგრამ ორი რომანი ვახსენოთ ახლა. ეს არის თვალის მოტაცება და ეს არის დიდოსტატის მარჯვენა. სხვა რაღაცების დასახელებაც შეიძლება ცხადია. ბაბუა 70-იან წლებში გარდაცვლილი ერთია და მისი მამა, მშობელი მამა არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ვინც აღუდგინა 1991 წლის 9 აპრილს. ხო, ის კაცი. იმ ხანად უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე უკვე შემდგომ თქვენ ნახევარში საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა 26 მაისს 91 წლის. პუტჩი გარხორციელდა, რუსები ებრძოდნენ მას. ეს კაცი იყო ანტისისტემშიკი კაცი, სისტემის წინააღმდეგ წასული კაცი. ჯერ კიდე 70-იანებიდან კი არა, 56 წელსაც სისტემის წინააღმდეგ წავიდა სხვებთან ერთად იქ რამდენიმე მასშტაბური ადამიანია, ვინც მასთან ერთად არის. სულ მინიმუმ მერაბ კოსტავას დასახელება საკმარისია და სხვებიც არიან იქ, რა თქმა უნდა. სხვა თუ არაფერი გურამ დოჩანაშვილიც არის 56 წელს დაკავებული, დაპატიმრებული. კლასელების მწერალი. 70-იანებში ჰელსინკის კავშირის შემქმნელია, ხო ხვდებით ახლა ვიზებს ლაპარაკობს, ვიან გამსახურდიაზე ლაპარაკობ, რომელსაც რუსებმა მოუწყეს 91 წლის მიწურულიდან 92 წლის 6 იანვრის ჩათვლით პუტჩი სახელმწიფო გადატრიალება რუსებმა მოუწყეს. მე გეუბნებით ამას არ ვკამათობ, რომელიც ეს კაცი არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფიის, მნიშვნელოვანი ესეს, მნიშვნელოვანი ტექსტის ავტორი. მაგალითად საქართველოს სულიერი მისია. მაგალითად მეფხისტყაოსნის სახის მეტყველება და ასე შემდეგ, რომელიც ავისი იყო შარლ ბოდლერი, ხო ბოდლერს თარგმნიდა. მაგარი ამბავია. მაგრამ და მისი შვილი არის ასევე ძალიან განათლებული, ამ შემთხვევაში კოკოზე ვლაპარაკობ, ცხადია. ხო ძალიან განათლებული ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ერთი ხანობა შვეიცარიაში მუშაობდა, ერთი ხანობა შვეიცარიაში ცხოვრობდა. ემიგრაციაში და ასე შემდეგ, კაცი, რომელსაც რა ვიცი, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ახლაც კი რა მნიშვნელობა აქვს მას რა გაკეთებული წარსულში. დღეს და ახლა კოკო გამსახურდია, რომელიც 10 წუთის წინ მე ფრენდებიდან წავშალე. აი ამასაც ღიად გეუბნებით. ამბობს შემდეგ რამეს. 10 წუთის წინ წავშალე და ამბობს გუშინ. ძალა, რომელიც ებრძვის პოლიტიკურ სისტემას და უნდა მისი დანგრევა და ჩაბოშლა, რა თქმა უნდა იმსახურებს აკრძალვას. ვინ ეკაჩებოდა კოკო გამსახურდიას ენაზე, რომ ეს ეთქვა, ვინ ეკაჩებოდა და პაპუაშვილი, ეკაჩებოდა კობახიძე, ეკაჩებოდა ივანიშვილი, ეკაჩებოდა კომფორტი, რომელშიც ის არის მოხვედრილი. იმიტომ კი არა, რომ იონის სამუშაო აქვს, უამრავი სამუშაო ექნება კოკოს ეხლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რა ვიცი, რამდენად კარგად ართმევს თავს. სიმართლე გითხრათ. ალბათ ართმევს, რაღაცას ვერა, მაგრამ ამას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი არ უნდა ამბობდეს. დარჩი რა განზე, თუ მაინც და მაინც თუნდაც უჭერ მხარს ქართულ ოცნებას, გადექი რა განზე რა. თუმცა ადრინდელი ტექსტები კოკო გამსახურდიასი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით რომ ამოსწიო და დადო მაგიდაზე, ვინც ის ბიზნა ივანიშვილი შეიძლება გაჯავრდეს კიდეც პირველი პრეზიდენტის ვაჟზე, პირველ ვაჟზე კოკო გამსახურდიაზე. მე არ მინდა, შეგნებულად არ მინდა თქმა, რომ კოკო გამსახურდია არის ბიზნეს აგენტი. და მით უმეტეს არ მინდა თქმა იმისა, რომ კოკო გამსახურდია რუსეთის აგენტია, მაგრამ უნებურად ადამიანებს, რომლებიც ეხლა ყველაფერთან ერთად ბიზნეს სამსახურში არიან და მით უფრო აპრავებენ ბიზნეს რეპრესიულ ქმედებებს, ისინი, ეს ადამიანები კარგები წარსულში, უკეთესები წარსულში, ისინი შვილები ზვიადისა თუ შვილები სხვებისა, ხო, ან მამები სხვების. ისინი არიან რუსეთის სამსახურში, ისინი ხდებიან რუსეთის ამ ძირითად დინებაში, რუსეთის სამსახურში. ეს მე მგონი ვერ გაუგია ბევრს და
და ავტორიტეტებს არ ეხებიანო, რატომაც არ ეხებიან. ავტორიტეტი თუ არის, კოკო გამსახურდია ვეხები. და ვამბობ, რომ კოკო გამსახურდია გამოდის, რომ კობახიძე იმ რუსეთის სამსახურშია, რომლის სამსახურშიც არის კობახიძე თუ პაპუაშვილი თუ შოუგბიძინა. იმიტომ რომ რაღაც კომფორტი გქონდეს, ხელფასი მაღალი, არ ვიცი რამდენი აქვს რაღაც 8300-იან 7800 ლარი ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ბევრი საქმე. გავდგეთი რაც ქარიშხალია, ეს ხომ ვინ გიორგი მარა, ისმა ძმამ, მაგრამ კოკომ ხო იცის ამის თაობაზე. აი ამის თაობაზე. და კონიუნქტურაში თუ მოექცა ის ქალბატონი აზას საქართველოს შესაბამისად ქალბატონი აზას მოწინააღმდეგეა. მაშინ ესე იგი გამოდის, რომ მას ვერ გაუსიგრძე განებია, რომ მამამისიც კი, წავიკითხოთ კიდევ ერთხელ ეს ტექსტი, მამამისიც კი, ნახეთ რას ამბობს, ებრძვის პოლიტიკურ სისტემას, მამამისიც პოლიტიკურ, სწორედ პოლიტიკურ, თავადაც პოლიტიკურ სისტემას კოკო ებრძოდი შენ და მამა შენი ხო ებრძოდა, მერაბ კოსტავა ხო ებრძოდა და ებრძოდა. და მისი დანგრევა, ანუ იმჟამინდელი პოლიტიკური სისტემის დანგრევა და ჩამოშლა უნდოდა მამა შენსაც და მიაღწია კიდეც ბევრ სხვასთან ერთად. ამიტომ კოკო არის რუსეთის სამსახურში, ესე გამოდის. ირიბად გამოდის, რომ რუსეთის სამსახურშია. და ბიზინა ივანიშვილი კი არის ბერბიჭაშვილი. და მამა შენს, მამამის, ანუ კოკო გამსახურდიას ზვიად გამსახურდიას აქვს ნათქვამი, კოკო გამსახურდიას მამას, ზვიაც, ეს არის გზა ილიასი და გზა გიგლა ბერბიჭაშვილისა. და ვის გზაზე დადგა? ქალბატონი აზა დადგა ილიას გზაზე. და ახლა აირჩიეთ დანარჩენებმა დამოუკიდებლად იმისა, რა გვარებს ატარებთ. ვის გზაზე ხართ? ბერბიჭაშვილისა? თუ ილიასი. მე და 100,000-ობით მოქალაქე. შემცდარებმა 1000 ჯერ ავირჩიეთ უკვე. ეს არის ილიას გზა, რთული გზა. მაგრამ ილიას გზა. წუხვარ რომ სხვებმა აირჩიეს გიგლა ბერბიჭაშვილის გზა.